აღდგომის შემდგომ კვირას თომას კვირა ეწოდება. ყველაზე გვიან თომა მოციქულმა იხილა მკვდრეთი დაუდგარი მაცხოვარი. ამიტომ ვერც დაიჯერა სხვების, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ჯვარცმული ქრისტე აღსდგა. მან მაშინ თავად აღნიშნა, რომ ამას ვერც იწმუნებდა მანამდე, სანამ თავისი თვალით არ იხილავდა მლიარებს და თავისი თითებით არ შეეხებოდა მის განგმირულ ფერდს. მკვდრეთი დაუდგომიდან მერვე დღეს მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, თავისთან მიეხმო თომა მოციქული და უთხრა შეხებოდა მის იარებს. დაირწმუნა კიდეც თომამ ქრისტეს აღდგომა. ასე გახდა ეს დღე, ქრისტეს აღდგომიდან მერვე დღე, მისთვის კვირაცხოვლობად და ეწოდა ამ კვირას კვირაცხოვლობის გარდა თომას კვირა. კვირაცხოვლობას სხვაგვარად აღდგომის განახლებასაც უწოდებს ქრისტიანული ეკლესია და ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც ერთის მხრივ ეს სახარებისეული თხრობის გაცოცხლება არის და მეორეს მხრივ ცოცხალი მონაწილეობა არის აღდგომის დღესასწაულში ცოცხალი ეკლესიისა, ცოცხალი ეკლესიის მრევლისა. რაც შეეხება სახარებისეული თხრობის განახლებას აღდგომასთან დაკავშირებით, ეს სახარება ძალიან გადმოცემულია, როდესაც მაცხოვარი მეორე გზის, ანუ აღდგომიდან უკვე მერვე დღეს, ანუ იგივე კვირას გამოეცხადა მოწაფეებს, რომლებიც შაკეტილები იყვნენ ოთახში. აი ამ ხელახლა, ესე ვთქვათ, დახშულ კარში შესვლა მაცხოვრისა რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი ასპექტი დაგვანახა ჩვენ ქრისტიანებს, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თუნდაც დღევანდელი ჩვენი ცხოვრებისთვის. ისევე როგორც თავის დროზე ეს ასპექტები გაითვალისწინეს მაშინდელმა ქრისტიანებმა მოციქულებმა. ჩვენ უკვე მოგახსენეთ, რომ მკვდრეთი დაუდგარი ქრისტე პირველად გამოეცხადა თავის მოწაფეებს მაშინ, როცა თვითონ თომა მოციქული არ იყო. დაავრცელდა მერე ჩვენში ხალხურ სეპისიტყვიერებაშიც ეგრეთ წოდებული ურწმუნო თომას ფენომენი. სანამ ამ თემაზე გადავიდოდ, აქვე დავძენ, რომ მოციქულების მდგომარეობა როგორი არის ამ მდგომარეობაში. არასახარბელო შეიძლება ითქვას ასეც, იმიტომ რომ ოდესაც დავიწყოთ იქიდან, რომ ჯვარცმაზე მიტოვებულია მაცხოვარი, ერთმა გაყიდა, ერთმა სამგზის უარყო, გაფანტულები არიან მოციქულები და შიშსაგან 2000-ს, როგორც სახარება მოგვითხრობს, შაკეტილები არიან დახშულ კარებში, ერთ სივრცეში და იქ ეცხადება მაცხოვარი და მთელი საოცრება იმაში მდგომარეობს, რომ უკვე კვირაცხოვლობას, ანუ მერვე დღეს, როცა ხელახლა ეცხადება მაცხოვარი და როცა უკვე თომაც არის, რომელმაც განაცხადა, მე არ ვირწმუნებ ამ გამოცხადებას, აღდგომას, ქრისტესას, თუ კი ჩემი თვალით არ ვნახავ მას, აღდგარს და არ შევახებ მის ჭრილობებს ხელს. საოცარი ის არის, რომ აქ დგება, როგორც გითხარით, ურწმუნო თომას, ესე ვთქვათ, პერსონაჟი და დამოკიდებულება და აღქმა, თუ როგორ არის აღქმული თუნდაც ჩვენთვის ეს. და მას უწოდებთ ურწმუნო თომას. მაგრამ სინამდვილეში, ამ კვირაცხოვლობა დღეს ურწმუნოობა გამოავლინა არა თომა მოციქულმა, არამედ დანარჩენმა 10-მა. რადგანაც მახარებელი გვიხატავს ერთ დეტალს. დახშული კარების მიღმა დამალულ მოციქულებს. კვლავ დახშული კარების ქვეშ არიან დამალულები, კვლავ შიშათვის 2000. ანუ რა გამოდის, რომ მოციქულებმა, რომლებმაც ნახეს აღდგარი მაცხოვარი და ეს სიხარული როგორც წერია გაიზიარეს, მათ კვლავ ეშინიათ. გასაგებია მათი ადამიანური უძლურებაც, მაგრამ აქვე გასაგები არის თომას ურწმუნოებაც ბჭყალებში, რადგანაც ის მიუხედავად ამ თვითმხილველების, რომელმაც ნახეს აღდგარი მაცხოვარი, კვლავ ეშინიათ მათ, კვლავ დაკეტილი სივრცეში სხედან. ამ კვირაცხოვლობა დღეს, ანუ მერვე დღეს, აღდგომიდან შემდგომ კვირას, როცა მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოციქულებს, მათთან მყოფმა თომა მოციქულმა პირველმა აღიარა უფალი იესო ქრისტე, ღმერთად, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. სწორედ ეს ფრაზა ნათქვამი და თავის დროზე თომა მოციქულის მიერ დღესაც ასაზრდოებს და ეს არის ქვაკუთხედი სწორედ ჩვენი სარწმუნოებისა. უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. პირველი მოციქულია თომა მოციქული, რომელმაც კვირაცხოვლობის დღეს იესო ქრისტე აღიარა როგორც ღმერთად. ეს არის პირველი შემთხვევა და როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მოციქული არის ურწმუნო, იმიტომ რომ ვინც ნახა იესო ქრისტე ამდგარი, ისინი კვლავ ჩაკეტილ სივრცეში სხედან და კვლავ ეშინიათ. ანუ ამ შემთხვევაში ურწმუნოების ხარისხი, რა თქმა უნდა, მეტი არის სხვა მოციქულებზე, მაგრამ აქ ურწმუნოებაზე არ არის საუბარი. ზოგადად
ადამიანურ უდლურებაზეა საუბარი. თორე აქ ნებისმიერი სხვა მოციქული ყოფილიყო თომას ადგილზე ცხადია, ისიც არ ერწმუნებდა და ასევე იტყოდა, რომ თუ არ ვნახავ, არ დავიჯერებ. თომა მოციქულია ის, ვინც პირველი აღიარებს იესო ქრისტეს ღმერთად, მაგრამ პასუხი იესო ქრისტეში არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს პასუხი ეხება უკვე ყველა ჩვენთაგანს, იმ ხალხს, ყველა მორწმუნეს, იმ ქრისტიანებს, რომლებიც იცხოვრებენ უკვე იესო ქრისტეს შემდეგ, ვიდრე ეს ხილული სამყარო იარსებებს. ეს პასუხი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაცხოვარი აი ამ სიტყვებს იძახის, რომ კი ბატონო თომა, შენ ნახე, მიხილე და ამიტომაც გწამს. მაგრამ აი ეს მეორე ნაწილი პასუხისა გვეხება ჩვენ ყველას. მაგრამ ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უხილავს და ვრწმენენ. ანუ ეს უკვე ჩვენ გვეხება, უკვე ჩვენი რწმენის ფართო ასპარეზი არის და ამ არათუ მოციქულების მდგომარეობაში, ამით ნეტარ მდგომარეობაში სახავს ჩვენ მაცხოვარი ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ქრისტიანს, ვისაც მართალია, ცოცხალი მაცხოვარი, აღმდგარი მაცხოვარი არ უხილავს, მაგრამ წამს როგორც უფალი და ღმერთი, როგორც ეწონა იესო ქრისტე თომა მოციქულმა. ეს დღე კვირაცხოვლობისა დღეს მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯერ ერთი მოხდა განახლება აღდგომისა. იმ სიხარულის განახლება, რაც განიცადეს თავის დროზე მოციქულებმა, მენესაცხებლე დედებმა და მეორეც იმიტომ, რომ ამ დღეს ახლავს მეორე მნიშვნელოვანი მომენტიც. სულიერი ასპარეზი გაგვიხსნა იესო ქრისტემ და ნეტარობის ხარისხში ყונה ჩვენ და გვიყვანა ის ხალხი, ის ქრისტიანები, ის მორწმუნეები, ვისაც წამს იესო ქრისტეს აღდგომისა, ოღონდ არ ვართ თვითმხილველები ამ აღდგომისა.